მუსიკალურად უნდა დავიწყოთ ორშაბათი. ყველასთვის საყვარელ სტუმრებს მასპინძლობთ 28 მაისს 20 საათზე რუსთაველის ეროვნულ თეატრში გამორჩეული ხელოვანების კოლაბორაცია, განსხვავებული ვიზუალური წარმოდგენა და დავით შანიძის საავტორო ალბომის პრეზენტაცია ნუშის ფანტელი გაიმართება. დეტალებზე სტუმრები ისაუბრებენ. ავტორ-შემსრულებელი დათო შანიძე და მომღერალი ლაშა ღლონტი არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა სტუმრობისათვის. მოგესალმებით. ვიხარია რომ ჩვენთან ერთად ხართ და აბა დავიწყოთ ახლა. აბედან დათო, თქვენი თუნდა დავიწყო პროექტის შინაარსზე მოუყვეთ მაყურებელს და ასევე იდეა საიდან დაგებადათ. ხო, მე ამ პროექტის მადლობით დავიწყებ, მადლობას გადავხდი. მაინც მაქვს საშუალება და ყოველთვის ვიყენებ ამას. ქალბატონ თეატრ ლუკიანს, იმიტომ რომ მის დროს მოხდა ამ იდეის, ესე ვთქვათ, ხორჩესხმა და მისი მინისტრობის დროს უბრალოდ რა. და მაშინ დაფინანსდა ჩემი ალბომი. შემდეგ რეალურად ეხა ალბომის პრეზენტაციაა. თან ამავ დროს და ეს ალბომი ძალიან ძვირფასია იმ კუთხით, რომ მასში ყველა ინსტრუმენტი არის ცოცხალი. ორკესტრი, ბენდი, რაც წარმოგიდგენიათ, ხო, ეხა რაც ჟღერს. ნუ ჩვენ ცოცხლად ვღარით. რა თქმა უნდა. მე ფონოგრამაზე მეკონა. რატომღაც ასე მოგიყვეთ. ხო და შესაბამისად კიდევ გარდა ამისა, რომ მისი ძვირფასეულობა არის იმაში, რომ მისი არანჟირება შეასრულა ზვიადმა ბოლქვაძემ. ეს არის ერთ-ერთი ჩემი სულის, ესე ვთქვათ, მეგობარი მუსიკოსი და არა მარტო ალბათ ჩემი, ძალიან ბევრის, თუმცა ამ შემთხვევაში მოხდა ეგრე, რომ ყველა აი ამ ჩემ მუსიკაში მან კიდე მუსიკა დაწერა რა. ეს ამუშავებელია ამ დროს, აი მუშაობის დროს, რომ ჩვენ არ ქონია აი რომ მოიტანდა, არ ქონია ესეთი დიდი, ესე ვთქვათ, რაღაცა ან რამეზე კამათი, ან რაღაცა ვერ მიმეღო. აი თითქოს ამ რასაც მე ესე ვიზუალურად, სულიერად ვიზუალურად ხედავდი, პირდაპირ ამას აკეთებდი რა. უსიტყვოდ რომ ესმით ადამიანებს ერთმანეთს. და მადლობა მას. ასევე მადლობა შემოქმედებით საქართველოს კულტურის სამინისტროს, ვინც ახლა გადავიდეთ ამ ნაწილზე, რომ გააფინანსა უკვე პრეზენტაცია, ესე ვთქვათ, რუსთაველის თეატრში, როგორც ბრძანეთ 28-ში 8 საათზე. ბილეთები იყიდება, ბილეთები G არის ჩვენი, ესე ვთქვათ, პარტნიორი ამ შემთხვევაში და ბილეთები იყიდება. რეპერტუარი ასევე არის მრავალფეროვანი იმ კუთხით, რომ ახლა ლაშა ყველამ კარგად იცის და თვითონ იტყვის ალბათ. აი დავით, ახლა მე ლაშას ვკითხავ მაგალითად რეპერტუარზე. თვითმყოფადი მომღერალი მართლა. მაინც ახალბედა მომღერალია და მილიონ კაცი რო გამოარჩევ. ლაშა მოგესალმებით. ასეთი კითხვა მაქვს ერთად. ჯერ შეთვის რა არის ეს პროექტი, რას ნიშნავს მასში მონაწილეობა და ყველაზე მთავარი კითხვა რაც არის, როგორია ავტორთან ერთად სიმღერის შესრულება. თქვენ ენამ გიყივლათ ახალბედა მომღერალიო, იმიტომ რომ ისეთ გენიალურ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, რომ ახალბედა მომღერალი ვარ ნამდვილად და პირველად ნერვიულობდი, პირველად ვინერვიული, როცა ალილოს რეპეტიციები მიდიოდა ლიტერატურის მუზეუმში და რეპეტიციას აი როგორც ბრაზილიის ნაკრები ესწრებოდა ზაურ ბოლქვაძე, გურამ თამაზაშვილი, გივი ჭიჭინა, აი ეს გენიალური ადამიანები და ეხლა დათოსთან ურთიერთობა მთელი ცხოვრება უსმენ ამ ადამიანს და გიждები მის შემოქმედებაზე ზოგადად, მაგრამ არ ვიცოდი მისი სიმღერები, არ ვიცოდი მისი ტექსტები. საოცარი ტექსტები აქვს, საოცარი მელოდიები აქვს და აი წეგან კანის ფესტივალზე იყო ლაპარაკი და ნებისმიერ ფილმს დააკვდებოდა მისი ნაწარმოებები. რეჟისორებო გაითვალისწინეთ დათოს მუსიკალური რეპერტუარი ნებისმიერ ფილმს დააკვდებოდა. ზვიად ბოლქვაძე, აქედან დათო, აქედან ზვიად ბოლქვაძე. ხო, არა მე მე უდიდესი გულშემატკივარი და გულშემატკივრობით მოვხვდი ამ პროექტში და ძალიან ნერვიულობ, ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ ჩემთვის უჩვეულო ამპლუაც არის, საინტერესო გამოწვევები არის. გურულ სიმღერაშიც ჩამახედა ცოტა სხვანაირად, მე გურული ვარ, მაგრამ გურული სიმღერა ასე არასოდეს არ მიმღერია და ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარია. ამოყირავებულია ზოგი ისეთი ჰიტი, მაგალითად ტირიფები, ისე შესრულდება
რაც ძალიან არაორდინალურია და ეს რა თქმა უნდა დათოს დამსახურება, რა თქმა უნდა ზვიად ბოლქვაძის დამსახურება და დათოს დიდი მადლობა რომ მომცა საშუალება ჩემი სამანის ბიჭებიც გამომეყენებინა ჩვენი სამანიც უკვე ბატონოლაშა, იმიტომ რომ ჩვენ პროექტში მონაწილეობდნენ. ამ პროექტში და თან რუსთაველის თეატრში ნამდვილად ეკადრება ამ სიმღერას და ამ არანჟირებას და ორკესტრს რუსთაველის თეატრი და რაღაც ძალიან დიდი ზეიმი გველოდება. ასევე თორნიკე არჩოძის ასევე რაღაც რატომღაც ძალიან ახალგაზრდებთან ურთიერთობა ეს კიდე ცალკე ამბავია ჩემთვის მთელი ცხოვრება მქონდა და მაქვს და თორნიკეს მინდა არჩოძის მადლობა გადაუხადო მისი შერეული კაპელა ესე ვთქვათ იქნება ახალგაზრდების ესე ვთქვათ მისი ხელმძღვანელობით ორ ნაწარმოებში. არაჩვეულებრივი ბიჭია სხვათა შორის. ძალიან. სამანი ბატონი ლაშა ეს დიდი კომანდა. კაპელა მონაწილეები კიდევ ზვიად ბოლქვაძე შეგვიძლია ჩამოვცვალოთ თავისუფლად. დათო უგრეხელიძეს დიდი მადლობა არანჟირებებისთვის. დათო უგრეხელიძესთან ჩავწერეთ საერთოდ მის სტუდიაში და ასევე ის გაუძღვება ამ ხმის ამბავს, ესე ვთქვათ, გახმოვანების ინჟინერიას დარბაზში თვითონ. ის ხელმძღვანელობს. ბატონო, ჩვენ ვახსენეთ, რომ განსხვავებული ვერსიები შეიძლება მოვისმინოთ. პრემიერებს უნდა ველოდოთ თუ არა? არა, ძირითადად პრემიერები იქნება, იმიტომ რომ ესეთი განსხვავებული ვერსიები არის 3. 12 არის აბსოლუტურად, აი რამოდენიმეჯერ ესე რო გაჟღერდა ტელევიზიით, გადაცემაში და კონცერტზე ესე არ გაჟღერებულა, ესე ვთქვათ, თავის ტექსტებით, თავის მუსიკით არის ახალი. 12 კომპოზიცია ცოტა არ არის. ახალი რაღაც რადიკალურად განსხვავებული კომპოზიციები. რადიკალურად განსხვავებული. და იმის მერე კიდე შევქმენი, იმიტომ რომ აი კარგია რომ გითხეთ და ზუსტად წამოვიდა ეს. შეიძლება დამოიწყებოდა, მაგრამ ალბათ არ დამოიწყებოდა ჩვენი ეპოქალური ადამიანის პატრიარქის განსვენება და მარადიული მისი სიყვარული და ხსოვნა ჩვენს მიმართ. აი რომ დაგზალეს იმ დღეს სახში მოვედი და საერთოდ ვერ პოულობდი ვერაფერ. რა უნდა მექნა აღარ ვიცოდი. აი მართლა სახშიც ვერ ვჩერდებოდი და ავიღე გიტარა და დავწერე ალილუია. ამით ვაპირებ გავხსნა. ხო არ იყო ეს ჩაფიქრე, მაგრამ ესეთი აბას ხო რითი უნდა გავხსნა, ხო? 28 მაისს ძალიან შთამბეჭდავი საღამო გველოდება. მოკლედ სიახლეებით დატვირთული არაჩვეულებრივი ადამიანებით, ასევე მათი მონაწილეობით შექმნილი საღამო და ერთი სიტყვით უნიჭიერესი ადამიანები დგანან რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე 28 მაისს შეგიძლიათ დადგმეთ არაჩვეულებრივი კონცერტით და სანახაობით ასევე რა. და ჩვენი მაყურებელიც დავატკბოთ. ამბობდი შეთავთან. კი, ერთმანეთს გთხოვოთ. მე უნდა გთხოვოთ. ეს სიმღერა, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ეკუთვნის დათოს, ტექსტიც დათოსია და კლასიკური ჟანრს მიეკუთვნება. იქ არის კონცერტში კიდე ჯაზია, ამოყირავებული ბლუზი. ცოტა ყველაფერი, მოსაწყენი ბალადური, ესეთი კელტური ტიპის რაღაცა ესეთი ბალადური სიმღერა. მაღალი რეგისტრი აქვს, ხო? არის პირიქით შეტრიალებული დათო დაბალ რეგისტრში მღერის, მე მაღალ რეგისტრში და ძალიან საინტერესო რაღაცები ჩვენ თვითონაც გაგვიკვირდა ისეთი რაღაცები მოხდა და ახლა ფრაგმენტს მოვასმენინებთ ჩვენს მაყურებელს, ხო? არა, ჩვენ ვიმღერებთ ერთ სიმღერას, ახლა ვიმღერებთ ერთ სიმღერას, ოღონდ ეს კლასიკური სიმღერა არის და ნუშის ფანტელი ქვია ამ სიმღერას. და პროექტის სახელწოდებაც ეს არის ნუშის, ანუ ყველაზე ისეთი პროექტის სახელწოდებიანი სიმღერა წამოგიღეთ თქვენ. მაშინ ესე წარმოადგინოთ. ნუშის ფანტელი 28 მაისს რუსთაველის თეატრში და ახლა კი ნუშის ფანტელის სიმღერა შუადღეს პირდაპირ ეფირში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მოკლედ როგორც აუღნიშნეთ ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენთან იქნენ ბატონი დავით შარიძე და ბატონი ლაშა ღლონტი, რომლებიც ძალიან საინტერესო საღამოს პირდება მუსიკის მოყვარულ მაყურებელს 28 მაისს. ახლა კი ისინი შეგვისრულებენ სიმღერას ნუშის ფანტელი.